კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა ჩვენი გადაცემის დღე და 4 ივლისს ლიპარასკევების ამ დღეს 4 ივლისი არის დაბადების დღე ერთი ქართველი მწერლის და მინდა რომ მას მიუძღვნათ ეს დღე და მისივე მოთხრობა წაგიკითხოთ. ეს არის ახალგაზრდა მწერალი, რომელიც სულ ახალგაზრდად არჩება და დარჩა კიდევაც, ეს არის გურამ რჩეულიშვილი, მინდა რომ გაგახსენოთ ეს ავტორი, ან გაგაცნოთ, ვისაც ჯერ არ გსმენიათ, გურამ რჩეულიშვილი, რომელიც საოცრად წერდა და საოცრად მოქმედებდა და მოძრაობდა, იყო მთამსვლელიც და საქართველოს დიდი გულშემხარველიც, საპროტესტო აქციებშიც სულ მონაწილეობდა და ერთ-ერთი ესეთი აქციის დროს 1956 წლის 9 მარტს, როცა სტუდენტები იყვნენ გამოსული ანტისაბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ, და მაშინ დახვრიტეს სტუდენტები, მთავრობამ დახვრიტა სტუდენტები და გაბრაზებულმა, გამწარებულმა გურამ რჩეულიშვილმა თოფით ტყვია ესროლა ლენინის ძეგლს თბილისში. არის ასეთი მოგონებაც. და გარდა ადამიანს კი არ ესროლა, ძეგლს ესროლა და ამით გამოხატა კიდევ ერთი დიდი პროტესტი, ხელოვნებით სავსე პროტესტი. და გურამ რჩეულიშვილი თავისი ბედით თან რაღაცნაირად ჩხეფარე აღმოჩნდა და თან რაღაცნაირად ტრაგიკულად დასრულდა მისი სიცოცხლე. 26 წლის იყო, როცა გარდაიცვალა, დაიღუპა, სხვა გადაარჩინა, ტურისტი გადაარჩინა აბობოქრებულ ტალღებში შესული აფხაზეთში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, გაგრაში და თვითონაც ძალიან კარგი მოცურავე იყო, მაგრამ ტალღებს მოერია, ზღვას მოერია და სამაშველო ვერტმფრენის კიბე გაუწყდა, როცა ჯერ გადარჩენილი ადამიანი აუშვა კიბეზე და თავი ვეღარ გადაარჩინა. მაგრამ გადაარჩინა თავისივე ნაწერებში, რომლებშიც არის მიამბოხე სული ჩაბუდებული, სადაც არის დიდი სიტყვა ქართული, დიდი გრძნობა და ბევრჯერ მისვლა ჭირდება გურამ რჩეულიშვილს, რომ ბევრჯერ აღმოვაჩინოთ ეს არაჩვეულებრივი მწერალი და ადამიანი. დღეს 91 წლის გახდებოდა, ბაბუაჩემზე 1 წლით უმცროსი ყოფილა თურმე გურამ რჩეულიშვილი. მოკლედ ეს დღე ეძღვნება გურამ რჩეულიშვილს და ეს მისი მოთხრობაც, რომელსაც ქვია სეირნობა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სხვა მოთხრობებსაც გადახედოთ, როგორიც არის მაგალითად ალავერდობა, ნელი ტანგო, უსახელო უფლისციხელი და კიდე ბევრი სხვა. და ასევე ლექსებს, როგორც პროზაში, ისე პოეზიაში ძალიან ძლიერი იყო, უძლიერესიც კი შეიძლება ვთქვათ და თან უყვარდა სულ მოწესრიგებული წერა უყვარდა, თურმე თასმებს კარგად შეიკრავდა, შეიმოსებოდა, ჩაიცვამდა და ესე ჩაუჯდებოდა წერას თავის ფიქრებში, ჩაღრმავდებოდა და ისე წერდა თურმე თავის ნამუშევრებს, თავის ფიქრებს ფურცელს ანდობდა. მოკლედ 26 წლის მწერლის, მუდამ 26 წლის მწერლის გურამ რჩეულიშვილის ერთი მოთხრობა სეირნობა. თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს. ესეთი წანამძღვარით იწყება ეს მოთხრობა. ქარმა მოუბერა, რუხად აშალა მტვერი ბინდში. მოხუც ჩაჩაურს ხველება უვარდა. მინდია ხმელბალახს აგროვებდა. მერე სადღაც მტვრიანი ჯაგი იპოვა, შუაღამემდე ეწვალა, ძლივს შეაგროვა, ხიწაწი. ალი უცებ ავარდა. ჩაჩაური თექაში გახვეული იჯდა, თავი და ბეჭები მტვრითა ჰქონდა სავსე. გაცვეთილი ქუდიდან ურჩთმას ამოეყო თავი, ხელში მიმქრალი ჩიბუხი ეჭირა. მერე მინდიაც მოვიდა. ძაღლები უდარაჯებენ, თქვა მან. დათვალე? ხო, 10 არიან. უცბად ავარდნილი ალი უცბადვე ჩაქრა. ახლა მთვარი ამოვიდა, ჯერ წვერი გამოაჩინა. აქეთაც დიდი ყოფილა, თქვა ჩაჩაურმა. მერე უფრო ამოვიდა მთვარე. მოხუცი წამოდგა. ძროხები დაათვალიერა და ისევ მიჯდა, მინდია კანკალებდა. პაპაო, ახლა რა იქნება? თქვა მან. არც რაი. საფიხნო აღარ გვექნება? რა ჭიდად გეშავდება? აღარ წავალთ უკან? მე აღარა. შენ რატო? სიკვდილი მიწევს ალბათ. ჩაჩაური უფრო გაეხვია თექაში. მინდიას მიეძინა. ძაღლები ყმუოდნენ, სიზმარი თუა, ფიქრობდა მოხუცი. არც ხეა, არც მთაი, მარტო ველი, ურჯულოსაც არ უსურვებ, ამბობენ ქეჩიაც ეგაო. საწყალი ლიქოკელ ბერდია, პირველი კაცი იყო შატილში, ახლა თავი მოუკლავს ქეთში. ძნელარს ალბათ იქ.
პაპამ სატევარი მოსინჯა, ტუტუცი ყოფილა მაინც ბეჩავი, ეცოცხლა იქნებ. ისევ მოსინჯა სატევარი, თუმცა კარგი უქნია, მაშინ კი მაჯობა დოხში, ცხენი ყავდა კარგი, პირდაპირ გადაუშვა კლდეზე, მე უცერე, მაინც წამექცა. ისევ მოუბერა რუხმა მტვერმა, მთვარი აქრობდა ვარსკვლავებს. ჩაჩაური ფიქრს განაგრძობდა. ახლა სად იქნება დოღი? აქა, ტრამალში, ამ უდაბურში, ახმე, სწორი ყავლე ქოკელო ბერდია, მე და შენ ბევრი ჯვარობა იგვაქვს, ბევრი დოღი, ვერ გაუძელ განა ტრამალს, ომი მაინც ყოფილიყო ბეჩაო, ან ჩხუბი, არ დამენანებოდი მაშინ, ცოდო ხარ ახლა ასე ტყუილად ბეჩაო, ომ მაინც ყოფილიყო გადასახლებისთვის რა ტყუილად. მოხუცმა ისევ მოსინჯა სატევარი, მერე სიბნელეში ვიღაცას დაემუქრა, ვის უნდა ჩვენი ოვი ნეტავი, განაგრძობდა დუდუნს. რა შურთ მიწა იმ წირი, თუ გული ჩვენი, ალბათ გული. შენ ჩაჩაურო, ამ მოიგმინა ბერიკაცმა, ომია, მარა არის, ომ მაშა? ნელა ქრებოდა მთვარე. ახლა თეთრად გამოჩანდა, სადღაც ანათებდა ვარსკვლავი, აცივდა. ძროხები წინ მიდიოდნენ, სულ წინ მიდიოდა სულ ბოლოს ჩაჩაურ, ციოდა. მერე დაცხა, მერე ჩამოცხა, სქელი და რუხი მტვერი ედებოდა ნახირს. ჩაჩაური ახველებდა, ჩაიბურა მტვერი, რუხი და სქელი. საქონელმა წყალი იყნოსა და აღმოუნდა. მინდია, გაძახა ჩაჩაურმა. ბიჭავ, ის რაი? ალბათ ზღვა, პაპავ. რომელი? ამბობენ თბილისის, იქ არის ჩვენი ადგილი. აქ ხრიოქში ბიჭავ. ალბათ, საქონელი წყალს დაეწაფა. მინდია ციმჭაცა ლოღნიდა, ცხელოდა. ბიჭავ, სადა ვართ? თქვა ჩაჩაურმა. ზღვაზე, რომელზე? თბილისის, პაპავ. აქ მოიკლა თავი ლიქოკელმა. ალბათ, პაპავ. ჩამოსხდნენ. წყალი ოდნავ ღელავდა. საქონელი ჟინს იკლავდა. ბიჭავ, ერთი ის ლექსი თქვი. რომელი, პაპავ? ისა? ხო, თავს არ მოიკლავს ქართველი, არა. ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს. კიდევ თქვი. მერე, პაპავ ლიქოკელ ქართველ არ იყო? ხო, თქვა ჩაჩაურმა. რად მოიკლა თავი მაშ? თავი? ხო, ის შეიძლება ბრძოლაში მაკვდეს. გაიმეორა გულში ბერიკაცმა. ბრძოლა, მარა ოხრობა, დასცეს და მოკვდა. გაიფიქრა თავისთვის. არ ვიცი, ეგ თქვა ხმამაღლა, მერე ნახირს დაუარა. შორს, სულ შორს ზღვაში ელქნები დაცურავდა. ქვევი ტიტველა ხალხი იყო, მოხუცმა მოიჩრდილა. წინიდან სიცილი ისმოდა, ძაღლები უღრანდნენ მოცურავეებს. ეგენი ვიღა არიან, თქვა მანანამ. ალბათ აისორები ან ქურთები, გურამმა მოქარგულ ხალათებს ჩააყოლა თვალი. არა, ხევსურები არიან, თქვა ნოდარმა. სად მიდიან, იკითხა მანანამ. სეირნობენ, გადაიხარხარეს ბიჭებმა, გოგოს ხელი მოკიდეს და სირბილით დაეშვნენ წყლისკენ. ასე დამთავრდა გურამ ჩეულიშვილის ეს პატარა მოთხრობა, რომელსაც ქვია სეირნობა. ალბათ ადგილიც ამბავიც გეცნოთ, რაღაცნაირად გავს დღევანდელობას. მაშინაც რაღაც ესე იყო, რომ ხევსურებს ასახლებდნენ მთიდან ბარში, ვითომი მიზეზით, რომ ხევსურეთში ცუდი პირობები იყო, არც ეკითხებოდნენ, უნდათ თუ არა გადმოსახლება, უბრალოდ მიზეზი ის იყო, რომ საქართველოს რუსული ხელისუფლება მთას ვერ ითვინიერებდა, ვერ ეომებოდა, ვერ იმორჩილებდა და გადაწყვიტა ის, რომ მთა დაეცალა. დაახლოებით იგივეა დღეს მთასაც და ბარსაც ერთად ცდილობენ, რომ დაცალონ ქვეყანა. ოღონდ მაშინ თუ ძალით აკეთებდნენ, პრინციპში ახლა ძალით ოღონდ ქართველების ქვეყნიდან გაშვებით, წასვლის ხელშეწყობით, რომ იქნებ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო წავიდნენ. და მეორე მხარეს დაცინვა, ხო, როგორც დამთავრდა მოთხრობა გახსოვთ ალბათ, ხო? მოკლედ გურამ ჩეულიშვილი იყო მწერალი, რომელიც დროს უსწრებდა და წინასწარმეტყველებდა და იცოდა, რომ ეს რაღაცნაირად დიდხანს გაგრძელდებოდა, მაშინაც იყო და კიდევ დიდხანს იქნებოდა, როგორც ჩანს. ამიტომ როცა წავიკითხავთ, მოусმინოთ გურამს, მოусმინოთ წიგნებს და მადლობა გადაუხადოთ ამ მუდამ ახალგაზრდა ბიჭს. დიდი მადლობა, სულ ეს იყო ლიპარასკევობა, ჩვენ შემდეგ ლიპარასკევობაში ვხვდებით. დროებით. მადლობა.